ოზურგეთის ცენტრალური ბიბლიოთეკა დღეს სოფლად ცხოვრებმა ახალგაზრდა მკითხველებმა და მათმა ნამუშევრებმა დაიკავეს. კედლის გაზეთის შექმნის იდეა წლების წინ ლიკა ბაქანიძეს და ცენტრალურ ბიბლიოთეკას ეკუთვნის. განხორციელება კი სოფლის ბიბლიოთეკებს, რომლებმაც წელს გაზეთის მთავარ თემად საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება აირჩიეს. სოფლის ბიბლიოთეკების წარმომადგენლებთან ერთად პრეზენტაციებში აქტიურად იყვნენ ჩართულები სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მათ მიერ მომზადებულ გაზეთის შინაარსზე საინტერესოდ ყვებოდნენ. 26 მაისი როგორც იდეა, მოვლენა და მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენს ცხოვრებაში, გმირები და რიგითი ადამიანები, რომლებმაც ეს დღე შექმნეს. დამოუკიდებლობის ბრძოლა და მისი დაბრუნება. ეს გახლავთ ამბები, რომლებსაც აღნიშნული გაზეთებიდან მოზარდები კითხულობდნენ. დღის ბოლოს ღონისძიებაში მონაწილე ბიბლიოთეკებსა და პრეზენტატორებს მადლობის სიგელები ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ლიკა ბაქანიძემ გადასცა. დღეს ჩვენ ვიმუშავეთ 26 მაისთან დაკავშირებით ჩვენს ბიბლიოთეკარ გამგეს იტა ჩხარტიშვილთან ერთად. ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო ეს ყველაფერი. ვისურვებდი კიდევ მრავალი ასეთი ღონისძიება ჩატარებულიყო, რათა ჩვენი წარსული არ მიეცეს დავიწყებას. ძირითადად 26 მაისთან დაკავშირებით ვიმუშავეთ. ჩვენი მთავარი შთაგონება იყო ძველი წარსულის ისტორია არ დაგვეკარგა და აი იქ გვაქვს მოცემული თუ რა ფორმატით წარმოადგენთ ეს ყველაფერი. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 26 მაისს, თავისუფლების დამოუკიდებლობის დღეს. თავისუფლება ჩვენთვის ყველაფერს ნიშნავს და დღეს ჩვენ წარმოგიდგინეთ დაბანარუჯის საჯარო სკოლამ ესეთი პლაკატი. ბიბლიოთეკამ ბავშვებთან ერთად ვიმუშავეთ პროექტზე 26 მაისის თარიღთან დაკავშირებით. ჩემი პროექტი არის დიდი წიგნი, სადაც არის მოთავსებული ძველი და ახალი ისტორია 26 მაისთან დაკავშირებით, ამ თარიღთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი ერისთვის ეს თარიღი. ყველაფერი მაქსიმალურად ჩავდეთ ამ გაზეთში და ჩვენი სლოგანი არის თავისუფლება თაობიდან თაობამდე. ეს არის დამოუკიდებლობის უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ყველა ქართველმა და ყველა პატივი მივაგოთ იმ გმირებს, რომელმაც თავი დადეს დღემდე მოეყვანა საქართველო და დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა. ტრადიციულად წლების განმავლობაში ბიბლიოთეკებში ტარდებოდა კონკურსი კედლის გაზეთების. ეს კედლის გაზეთები სხვადასხვა თემასთან იყო დაკავშირებული, ძირითადად რა თქმა უნდა საქართველოს ისტორიაზე, საქართველოს კულტურაზე, წიგნთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ეს ტრადიცია უკვე დავიწყებული იყო. მე შევეცადე რომ გამეცოცხლებინა კიდევ ერთხელ, თუმცა ეს ძალიან დიდი ხნის წინათ იყო და ვეცადე რომ აღმედგინა ეს ტრადიცია, როცა ბიბლიოთეკები ასეთ ღონისძიებებში იღებდნენ მონაწილეობას. თუმცა მაშინ იყო ეს კონკურსის სახე ჰქონდა. მე შევეცადე რომ ამისთვის კონკურსის სახე არ მიმეცა, იმიტომ რომ ყველა თავისებურად წარმოადგენს თავის ნამუშევარს, ყველა საინტერესოა თავისთავად და აქედან გამორჩევა არ მინდოდა რომ ყოფილიყო განსაკუთრებული ვინმე. დღევანდელი დღე მიეძღვნა სწორედ ამ ღონისძიებას. ჩვენ დაუკავშირდით სასოფლო ბიბლიოთეკებს, ჩვენს წარმომადგენლებს სოფლებში, სოფლებმა რა თქმა უნდა სკოლებთან ერთად, მოსწავლეებთან ერთად წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები. დღეს თითოეული მათგანი გააკეთებს პრეზენტაციას, რა არის ამ გაზეთში გადმოცემული. ძირითადი თემა გახლავთ რა თქმა უნდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი.